როგორც ირკვევა, მთავრობამ ეს სპეცოპერაცია ჩაატარა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად ქართული ძალიან დიდი ნავთობიმპორტიერი კომპანიის დახმარებით, რომელსაც ქვია Repsol-ი. ეს არის ნომერ მეორე ნავთობიმპორტიერი კომპანია საქართველოში და ბევრმა მისი სახელი არ იცის, ვინაიდან განსხვავებით გალფისგან, ვისოლისაგან, რომპეტროლისაგან, სოკარისაგან, თუ ლუკოილისაგან, რომელიც ყველამ ვიცით და ვიცით, იმიტომ რომ მას ბენზინგასამართის სადგურები აქვთ და ამიტომ რჩება ჩვენს მახსოვრებაში. აი ამ Repsol-ს აქვს პატარა ქსელი, რომელსაც ქვია კონექტი და კონექტი მისთვის არ არის მთავარი შემოსავლის წყარო. მთავარი შემოსავლის წყარო არის საბითუმო ვაჭრობა კომპანიებისათვის ნავთობის მიწოდება. და სწორედ მას მიუწოდებია რაღაცა მთავრობის მიერ დროებით დანიშნული შეფასებისათვის რუსეთში ამ ნავთობის მიტანის უზრუნველყოფა. და სწორედ აი გიგანტური 35 ტონიანი მანქანებით ჯერ 300 ტონა შევიდა რუსეთში, აგერ გუშინ კიდე დამატებით შესულა 100 ტონა, ანუ 400 ტონა გაყიდა ამ კომპანიამ ორ დღეში. ის რომ არც კი იკითხა, აქ ამ რომელიღაც შეფასებას, რომელიც თაფლითა და გვერდით ვაჭრობს აფხაზეთში ფული, ზაიდან ეს დაახლოებით მილიონ ლარზე მეტია. საბანკო გარანტია ვინ მისცა ამ პატარა შუამავალ, ასე ვთქვათ, კომპანიას, პაცტალნოის რო იტყვიან რუსები. ან როგორ ენდო, ან აფხაზეთიდან ფული როგორ შემოდის, ტომრებით შემოიტანენ ენგურის საზღვარზე. თუ რუსული ბანკებიდან გადმოირიცხება, ვის ანგარიშზე გადმოირიცხა? ამ შუამავალი კომპანიის ანგარიშზე, თუ აი ამ Repsol-ის ანგარიშზე, რომლის, ასე ვთქვათ, მეპატრონე აგერ თურმე ყოფილა ქართული Forbes-ის მდიდართა ასეულში. რა კავშირი აქვს მას ხელისუფლებასთან, რომელიც ასე დღემდე უჩინარი იყო, თუმცა მისი მასშტაბი ნავთობის შემოტანისა ძალიან დიდია. ფაქტობრივად ხელისუფლებამ ამ კომპანიის მეშვეობით ხელი გაუმართა რუსეთს. ჩვენ გუშინ ვნახეთ 15 საათიანი რიგები სოჩში და დიდი უკმაყოფილება ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ ხვალ ჩვენ დავინახავთ, რომ სოჩში ყველაფერი დაწყნარდა და იქ მილიონი რუსი ტურისტია ჩასული და უკმაყოფილება ძალიან დიდია, მათ შორის აფხაზეთშიც უამრავი ტურისტია და დამშვიდება ჭირდება ახლა რუსეთს აი ამ ვითარების დაწყნარება და თუ ყველაფერი სოჩში დაწყნარდა, ჩათვალეთ, რომ ეს 100 ტონა, რომელიც გუშინ შევიდა აფხაზეთში, პირდაპირ თავს ამოყოფდა სოჩის ავტოგასამართ სადგურებს. და მთავარი კითხვა, იქით ამ მხარე ვინ არის მიმღები? ვისთან გააფორმა ამ კომპანიამ ხელშეკრულება? რუსეთის Rosneft სანქცირებულ Rosneft 100% უჭირავს აფხაზეთში ბენზინის მიწოდების ასე თქვა სიმძლავრეები. ავტოგასამართ სადგურში სანქცირებული კომპანია Rosneft და კიდევ მეორე რუსული კომპანია, რომლის დამფუძნებელი ასევე Rosneft-ის ყოფილი დირექტორია და ნავთობაზებიც რუსებს ეკუთვნის. ამიტომ ნავთობის მიწოდება რუსეთსადმი არის სამხედრო მანქანის გაძლიერება ირიბად, ასევე ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაარღვია კანონი სანქციების შესახებ ევროპის, ასე ვთქვათ, და ამერიკის და ბრიტანეთის მიერ მიღებული სასანქციო წესები. ვინაიდან როგორც საბანკო სისტემას, ასევე ნავთობის სისტემას 100% აკონტროლებს რუსეთი, მათ შორის სანქცირებული Rosneft-ის მეშვეობით. ყველა ამ ადამიანმა უნდა აქვს პასუხი. ხოლო ის პატარა კომპანია, რომელიც შუამავლის სახით გამოიყენეს, რომელიც იტყუება და ამისთვის ძალიან მწარე დაიჯება მომავალში, იმიტომ რომ დანაშაულებრივი სქემის მონაწილე გახდა. და ამბობს, რომ მთავრობამ არაფერი იცოდაო. თუ მთავრობამ არაფერი იცოდა, მაშინ რუსეთის სპეცსამსახურის აგენტი ყოფილიყარ რომანოვ ფარცხალაძესავით. როგორ გაატარეს 400 ტონა საწვავი რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც ხთამის გარეშე კვერცხს ვერ გადაიტანენ მაშინ და ფქვილს. და მთელი ეს სისტემა კორუმპირებულია. როგორ ამოდენა საწვავი საიდან მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე? ნუ რა თქმა უნდა, ეს რუსეთის და საქართველოს მთავრობის შეთანხმება იყო და კრიზისს გადაარჩინა მეგობარი მოკავშირე სახელმწიფო საქართველოს ხელისუფლებამ. და ნუ გავიწყდება, რომ ომის დროს საწვავი სამხედრო მასალაა. არ არის აუცილებელი, რომ ტანკში ჩაასხა. რომ ამბობენ ახლა დიზელი ისხმება ტანკებში, ოცნების ბრიყვილი პროპაგანდა გუშინ. სად არის ტანკები აფხაზეთში? წავიდა უკრაინაში და განადგურდა. რუსული ტანკები, რომელიც აფხაზეთში იყო, უკრაინაში განადგურდა. დიზელი რა შორშია? რუსეთის სამხედრო ბაზები დიზელის გარდა არ მოიხმარენ სხვა რამეს?
ნავთობის ბენზინი არ ჭირდებათ? გადაადგილებისთვის პოლიციას არ ჭირდება? სამხედრო პატრულს არ ჭირდება? სამხედრო პორტებს არ ჭირდება? არა, თურმე ყველაფერი დიზელზე აგებული. სხვაშორის რუსული ბეტერები, ბორბლებიანი და არა მუხლუხიანი ბენზინზე მუშაობს. ასე რომ ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო ხელისუფლებამ, ვინაიდან არ აპატიებს ამას ხალხი და მეორეს მხრივ აგერ ასევე ძალიან მძიმე ღალატის ფაქტის წინაშე ვართ. ომში მყოფი აგრესორი სახელმწიფოს დახმარების აქცია ჩაატარა საქართველოს ხელისუფლებამ ორი ქართული კომპანიის მეშვეობით, ერთი რომელიღაც ლიფსიტა, მეორე დიდი ნავთობღლავი. ერთის და მეორეს დამნაშავეა ქართული სახელმწიფოს წინაშე.